მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელს, რომლის ავტორიც გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ბრეგვაძე. მე კი წამყვანი ვარ ამ სატელევიზიო გადაცემისა, გოგიტა მელიქიძე. ჩვენ ტრადიციულად ვსაუბრობთ გვარებზე, გვარების ისტორიაზე, გვარების თანამედროვეობაზე და იმ პროცესებზე, რომელიც სრულიად საქართველოს საგვარეულო მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს მოძრაობა, საგვარეულო მოძრაობა ესეთი ინიცირებული და ნაკურთხია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ და სწორედ მისი მოწოდება, მისი ქადაგება, მისი კურთხევა იყო იმისა, რომ გვარები გაერთიანდით, გვარებმა შექმნით კავშირები, საგვარეულო კავშირები და მეტი საერთო ენა და მეტი საერთო საქმე იპოვეთ გვარიშვილებმა ერთმანეთს შორის, რათა გვარის მიერ აღსრულებული საქმე ეს არ არის ერთი კაცის და ორი კაცის, ეს არის მთელი გვარის სულისკვეთების გამოხატულება და სწრაფვა მთელი ამ გაერთიანებისა და თვითონ მოძრაობა, საგვარეულო მოძრაობა საქართველოში არსებული არის მიზანმიმართული, აი აქეთ და ამ მიზანმიმართულობას განსაზღვრავს უპირველესი იერარქი ჩვენი დედასამშობლოსი, ჩვენთვის ძვირფასი პატრიარქი ილია მეორე და ყოველი გადაცემის ჟამს გვდევს განწყობილება იმისა, რომ მის ქადაგებას მივყვებით, მის ნებასურვილს ვასრულებთ და იმ ერთობის სულს ვეძებთ ყოველი გადაცემის პროცესში, რომელი ერთობის სულიც სჭირდება სრულიად საქართველოს და გვჭირდება თითოეულ ჩვენთაგან, ჩვენს გვარებს სჭირდებათ. რამდენი გვარიშვილია თითოეული ჩვენთაგანის გარშემო, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. არადასასურველია, რომ გვარი შეკრული იყოს, გვარი იცნობდეს, გვარს ჰქონდეს შემხებლობა. შემთხვევითი არაა გვარიშვილობა, ჩვენ სწორედაც ამ გვარში მოვდივართ, ამ გვარში ვიბადებით, ამ გვარით ვიბადებით, ამ გვარით გავდივართ შემდეგ ცხოვრების მთელ ასპარეზს და ეს გვარი ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივი, ძალიან ესეთი სისხორცეული ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენ ამ ერთობას, როგორც იტყვიან, სულ თბილი სული უნდა ვბეროთ, რათა მეტი ერთობა, მეტი სიცოცხლის უნარიანობა, მეტი კეთილი საქმე და მეტი ღვთივსათნო წარმოჩინებული პიროვნება ყავდეს თითოეული ჩვენთაგანის გვარს. დღეს გვექნება ღვთივკურთხეული გვარის ერთ-ერთი გამორჩეული და ესეთი საინტერესო ისტორიის მქონე გვარის წარმომადგენლებთან საუბარი, როგორიც გახლავთ ქადეიშვილების გვარი, ჩვენთან საგანგებოდ მობრძანდნენ ქადეიშვილების გვარის წინამძღოლი ბატონი გიორგი ქადეიშვილი, ამავე საგვარეულო კავშირის აღმასრულებელი მდივანი ბატონი ზურაბ ქადეიშვილი. ჩვენ სატელევიზიო ეთერში შემოსვლამდე საუბრობდით იმ ისტორიების შესახებ, რომელი ისტორიებიც რა თქმა უნდა ვერ ჩაეტევა იმ ფორმატში და ვერ მოთავსდება იმ ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც ეხლა ქადეიშვილების გვარს ეძღვნება, მაგრამ სულისკვეთება არის იმისა, რომ დიახაც ვისაუბროთ რაც შეიძლება მეტი ჩვენ გვარზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქადეიშვილების გვარზე, იმ ძნელბედობაზე და იმ საოცარ განსაცდელებზე, რომელიც გამოიარა ქადეიშვილების გვარმა და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ერთი გვარისა და ერთი სანათესაო მოდგმის ხალხის ესეთი წილხვედრი არ არის. ჩვენ რთული ცხოვრების, რთული ისტორიის მქონე ქვეყნის შვილები ვართ და რომ ვართ შვილები ამ ქვეყნისა, ეს აისახება თითოეული ჩვენთაგანის გვარზეც და ამ შემთხვევაში აისახა ეს ქადეიშვილების მიმართა ქადეიშვილების გვარის ისტორიაზე. ამ ყველაფრის შესახებ ბატონი გიორგი საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული, შეიძლება ითქვას, მოტანილი აქვს წერილობითი მასალები ქადეიშვილების გვარის შესახებ და მინდა თქვენთან ერთად მოусმინოთ ქადეიშვილების გვარის წინამძღოლს ბატონ გიორგი ქადეიშვილს. თქვენ მშვიდობა ხალხო, ერთად დაგმოცოთ და გადაძლიეროთ. გიცოცხლით ბატონ გიორგი. ჩვენი გვარის სახელობიდან მოდის ქადია თავსართიდან და მისი შვილებიდან. ჩვენი გვარის წინამორბედები იყვნენ ტიტულოვანი გურიელები. გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდენას ძნები იყვნენ, ხოლო გურიელებმა იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა, ისინი თავიდან გურიის ერისთავებად მე-14 საუკუნის და დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელებად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი და სახლის სხვა წევრები ბატონიშვილებად. მე არ განვარცხობ ახლა გურიელების შტოს ცალსაკი უშუალოდ რომელი საუკუნიდან გამოიყო და რომელი საუკუნიდან თარიღდება თვითონ ქადია
გურიელი, გვარადქცევის პროცესი. ბატონიშვილა და მედროშეთ ქცევა. მე-14 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ბექშენ გურიელი და მისი ძე მიქეილი. ეს პიროვნებები იყო საკმაოდ ცნობილი დასავლეთ საქართველოში, როგორც ეკლესიის მშენებლები, როგორც ერის, ჯულის, ყველაფრის დამცველები. ისინი მოხსენიებული არიან შემოქმედის ეკლესიაში, ჯუმათის ეკლესიაში, მონასტრის წმინდა გიორგის ხატის წარწერებში, ასევე საეკლესიო წიგნებში მოხსენიებულია ქადიე ბატონიშვილი მედროშე გურიელი, რომელმაც ოზურგეთის ახლა ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მთელ ქალაქს გადაყურებს ის მთა, ქადიას მთა, ქადიას მთა. ახლა დღესდღეობით აგებული არის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური კარგი ტაძარი. მეთოდა ლოცვას. ამინ, ამინ გაიხარეთ. მოხსენიებული შემდეგ მე-14 საუკუნის დასაწყისში მტრების მიერ მოღალატეობრივად იყო მოკლული ჩვენი დიდი წინაპარი და მისი შვილები იყვნენ გაყიდულები თურქეთში, ოსმალეთში, ეგვიპტეში. ახლა ზუსტი წყაროები არ არსებობს. თავარია ნიშანდობლივია, რომ არც შვილი და არც შვილიშვილი არ დაბრუნებულა. ჩამოვიდა შვილთა შვილი. რადგან შერიგებოდა თავადაზნაურობას, უარყო ყველანაირი ტიტული, ყველანაირი წოდება, ერთადერთი რაც წინაპრები და დანატოვარი ჰქონდა, თავისი დიდი წინაპრის ტაძრის აგება მოინდომა. და ამ დროს იყო მთავარი კახაბერ გურიელი. და მას მითი თანაშემწეობით და მითი ღვთისყალობით მე-14 საუკუნის შუა წლებში ვიწოდებოდით უკვე როგორც ეკლესიის აზნაურები. მოიხსენიებოდა ესე საეკლესიო წიგნებში. იმდროინდელი ეკლესიის კარის თაღის ქვა, რომელიც 61 წელში მდინარე ბჟუში ნახეს გადაგდებული, უკვე ეს ეკლესია დაახლოებით 8-ჯერ 9-ჯერ იყო დაანგრეული და აღდგენილი. ღვთისყალობით 2014 წელში შევძელით დიდი მეცენატებით, გვარი შვილობით, რა ვიცი, ყველაფრით ღვთისშეწევით, რა თქმა უნდა, აგება 14 წელში დამთავრდა ტაძრის აგება. ქადიის წმინდა გიორგის ტაძრის აგება. ეს ქვა იყო ბჟუჟის წყალში. 61 წელში კოლმეუნებმა აღმოაჩინეს წარწერებით და ესეთი წარწერა იყო. შენ სახელით ღმერთისა წმინდა გიორგისა ესე ეკლესია პატრონმან ქადიამ აღაშენა სადიდებლად სახელისა მისისა. ეს თარიღდება ზუსტად ამ მე-14 დიდებაობას ქვამეტყველებს. ამის შემდეგ ეს ქვა ინახება ახლა ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. და სხვა კიდევ ჩუქურთმებიანი ქვები, საძირკველის ქვები, ძირითადად რაც კი მოიხიკა და მოგროვდა მდინარის პირას, ყველა ქვა დაცულია თითქმის. ძირითადად საძირკველების ქვა რაც არის, თვითონ ეკლესიის ქვეშ არის მოქცეული. ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი უძველესი კუთხეა ოზურგეთის. აქ იყო იმართებოდა არა მარტო თქვათ წირვალოცვა და ტაძრების სასამართლოებიც. აქ იმართებოდა აქ იყო არსებული თურქების შემოსევის მერე თურქული სასამართლოებიც იყო, თურქების იქაც ისტორიულად მოხსენიებულია, ისე რომ თითქმის თურქების შემოსევის დროს ბევრი არ დაუზიანებიათ, რაც დაუმტვრევიათ და არ დაუმსხვრევიათ ეს ტაძრები. დღესდღეობით მათი შთამომავლები გურიაში საერთოდ ესეთი მიმართვა, მაგალითად ჩხეიძეა, ჭოხონელიძეა, აი გვარის თავსართებს უცვლიან ხოლმე რა და მიმართებაში იყო თავსართით ქადიეს შვილი. მათი შტო ქადიიდან შემდეგ არიან მელექედურში, ოზურგეთში, ბათუმში, თბილისში. გვარი საკმაოდ წირი გვაქვს, დაახლოებით 400-მდე კომლია. და თავსართის მოცილების შემდეგ დარჩა გვარი ქადიე შვილები და ქადეი შვილები. რომელიც პრაქტიკულად ერთი და იგივე გვარი წარმომავლობა ერთია.
მე მინდა დაუბრუნდე თვითონ სახელს და სახელდება გვარის ფუძედ წარმოჩენილი და რაოდენ მნიშვნელოვანია ღვაწლი და პიროვნული მეობა იმ პიროვნებისა, რომელიც დამფუძნებელი იქნა გვარი დაიწყო მისით და მისი სახელი დაედო გვარს. ქადიას რა თქმა უნდა ეს ნიჭით, ვაჟკაცობით და იმ ოჯახის შვილობითა და ყველაფრით გამოირჩეოდა, ამიტომ გახდა ერთგვარი ცენტრი იმ თავისი გვარისა და თავისი ოჯახისა, რომელიც შემდეგ ქადეის ძეებად და ქადეის შვილებად იწოდებიან და რომელიც გვარად ქცევის პროცესად იყო. ანუ შემთხვევითი ადამიანი გვარად არ მოხდება და ვერ მოხდება. ეს არის ღვაწლმოსილი ადამიანი, შეიძლება ეხლა ის მე-14 საუკუნის უშუალოდ ქადიას ღვაწლზე შეიძლება წირი იყოს ინფორმაცია, მაგრამ თავისთავად ინფორმაცია იმისა, რომ არსებობს ქადიას გორა, რომელ გორაზეც როგორც ბატონმა გიორგი ბრძანა ლამაზი ტაძარია აგებული უფლის სადიდებლად, არსებობს თელი საგვარეულო მიმდინარეობა და თელი საგვარეულო წარმომავლობა, როგორც იმ დღიდან მოყოლებული აი დღევანდელ დღემდე და აი ეს არსებობა, რომელიც აქ იყო ჩამოთვლილი, დიახაც ეს არსებობა არის სწორედ ის არსებობა, რომელიც უკვდავყავს იმ სულცხონებული ქადიას სულს, რომელიც პირველი ესეთი პირველ საწყისად იქცა ამ გვარისა. და დაუბრუნდები იმ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს სახით და ნახეთ ამ ერთი ქვის ბედიც, რომელიც ბატონმა გიორგი მახსენა, რომ 9 ჯერ დაანგრიეს ტაძარი, 9 ჯერ იყო დანგრეული ტაძარიო და ნახეთ რა დამოკიდებულება, როგორი ბრძოლა უფლის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ ერთ ტაძართან, არამედ ზოგადად უფალთან დაპირისპირების როგორი ფორმა, ადამიანები როგორ ებრძვიან უფალს, როგორ ებრძვიან მის სახლს, 9 ჯერ დაანგრევენ და ეს სატიტულო ქვაც, რომელიც წარწერით არის დამშვენებული, მდინარეში ხდება და მდინარეში არის აღმოჩენილი 1961 წელი და 1961 წლიდან ეს ქვა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი ინახება გურიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და დიახაც ეს ქვა ღაღადებს და ეს ქვა მეტყველებს იმაზე თუ ვინ არიან ქადეიშვილები, თუ რა გვარით მოდიან და თუ საიდან მოდიან. ეკლესიასთან სიახლოვე ქადეიშვილების გვარისა ეკლესიასთან სიახლოვე იმთავითვე აი ამ ქვიდან გამომდინარე და იმ ეკლესიიდან გამომდინარე დღემდე გრძელდება და აი სადღეისო ურთიერთობებზე მინდა ბატონმა ზურაბმა გაამახვილოს ყურადღება და აი სადღეისო დამოკიდებულებაზე ქადეიშვილების გვარისა დედა ეკლესიის მიმართ. მოგესალმებით ბატონო, და მივესალმებით თქვენ. იცოცხლეთ ბატონო. განშიდობა. აი როგორი მშვენიერი გერბი აქვს და წარმოდგენილი და ლამაზად გაფორმებული. ეს ჰერალდიკას ყველაფერი ემორჩილება, გავლილი მაქვს საეკლესიოც, სახელმწიფოც. ძირითადი რაც ჩემი წინაპრებიდან გადმოცემული იყო, რომ ვიყავით ეკლესიის ცველი აზნაურები. არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნდა არაფრით. აქ არის ჰერალდიკური, აი ბატონო ზურაბმა წაიკითხოს თვითონ მნიშვნელობა. წაიკითხავთ. ჩვენი გვარის ქადეიშვილი. აქ ტელემაყურებლებისთვის განმარტოთ, რომ ეს ერთი და იგივე გვარია, მხოლოდ ჩაწერის, ის მეტრიკულ ჩაწერას რო გულისხმობთ ხოლმე, იმ ჩაწერის სახეცვლილება არის 1-1 ქადეიშვილი და ქადიაშვილი. სახელი იყო ჰადიასი, როგორც გიორგია ზევსია ბერძნული სახელიდან. ქადიასი ზევსის იყო და ქადიე მერე ჩვენ ქადიეს შვილები უფლის წყალობით და წმინდა გიორგის იმედით მუდამ ვიქნებით რჯულისა და ერის სამსახურში, ეკლესიის აღმშენებლობისა და ქრისტიანული სულის და სიტყვის სადარაჯოზე. თაობების ნამოღვაწარს ჩვენს თაობებს გადავცემთ წმენის იმედისა და სიყვარულს. ღმერთმა დალოცოს ქადიეიშვილების გვარი ჩვენი ტკბილი პატრიარქის.
ხელმოწერით დამშვენებული დიახ. მე ამას მინდა ეკრანზეც ვაჩვენოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია რომ ეკრანმა აღიქვას და უნდა განიმარტოს შემდეგი, რომ აქ არის დატანილი გერბი ქადეიშვილების გვარისა, აქ არის გამოსახულება მფარველი ხატისა, აი მარცხენა მხარეს მფარველი ხატია გამოსახული ქადეიშვილების გვარისა და ქვეშ არის ის ეკლესია, რომელიც ქადეიშვილების გვარის ქტიტორობით იქნა აღდგენილი და რომელი ეკლესიის ის სატიტულო ქვაც ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ეს გერბი, აი ბატონო ზურაბმა წაიკითხა, ის მოკლე ლოცვის სიტყვა, რომელიც წარმოითქვის გვარის შეკრების დროს ხოლმე და აი ამ გვარის შეკრებების ტრადიციებზეც მინდა ვისაუბროთ. როდის იკურთხა გვარი, ანუ როდის დაიწყო საგვარეულო შეხვედრები და ურთიერთობები? 2020 წელს გვარი შეიკრიბა საგვარეულო კრების მონაწილეები ვიყავით მე გიორგი ქადეიშვილი, მიშა თამაზიძე ქადეიშვილი, გიგა ჯუმბერიძე ქადეიშვილი და ლაშა გიორგი დავითიძე ქადეიშვილი. ძირითადად ღვთისმადლი ძალიან ბევრი ბრძოლა შეხვდა ელემენტარული, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლა შეხვდა თვითონ ხატწერის დროს, თვითონ გერბის შექმნის დროს ელემენტარული, მაგრამ დიდი ბრძოლები. შემდეგ ღვთისმადლით გასრულდეს ყველაფერი. გავაშვენეთ, ჩარჩოში არის ინახება ჩვენი გვარის. სად არის დაბრძანებული ხატი? ოზურგეთის სოფელი შრომა, ხრიალეთის ღვთისმშობლის ეკლესიაში. კაი. ეს შრომის ხსენებაც არ მინდა, იმიტომ რომ ის ექნეს კომუნისტებმა და ბოლშევიკებმა, ჩვენ სოფელს ექნა მერტო მისი სახელი ახსენეთ, წმინდა გიორგის და მიქაელის, წმინდა მიქაელი და გაბრიელის სახელობის თემი იყო. ჩვენ სოფელში არსებობდა დაახლოებით 1 დედათა მონასტერი, 3 ჩვეულებრივი მონასტრები, ზედობნის, ოხოჯურის ეკლესია, მაგალითად გადმოცემით არისო, ერთ-ერთი ნიშა ანდრია პირველწოდებულის იქ არის დასმული, ძალიან დიდ ლამაზ ადგილას არის, მთელ საქართველოს გადმოყურებს. და ეს იმდენად ხნეს უპირობოს მისახელი დააკვა კომუნისტებმა შრომა. ახლა ჩვენ ვცდილობთ ბევრი განცხადებები დავწერეთ გამგეობაშიც, ოზურგეს თუ გადაარქვეს, ის დაუბრუნდა ის ლამაზი სახელი და ფილიპე მახარაძე მოცილდა, რატო უნდა მოცილდეს უპირობოს მისახელი ჩვენ ულამაზეს ისტორიულად წირების, ეკლესია მონასტრების ყველაფერი ამ სილამაზის გამო, რომ ჩვენ გვინდა რომ აი ერთ-ერთი ჩვენი გვარის ბრძოლა არის ამ მხრივ, რომ ჩვენ სოფელს და ძალიან ბევრია კიდე ჩვენ დაუბრუნდეს ძველი ისტორიული სახელი. რაც ქონდა. გაგახაროთ ღმერთმა, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აი თვითონ აი ამ წინადადების არსებობა და თვითონ აი ამ წინადადების ინიცირება წარმოადგენს ერთგვარ დამოკიდებულების გამოხატულებას, რომ გვარი ითხოვს თავისი სოფელს დაუბრუნდეს არა რაღაცა და ვიღაცის სახელი, ეგრევე მახარაძე იყო აქ ხსენებული, არამედ დაუბრუნდეს ის ძველი სახელი, რაც ჰქონდა და ეს სახელი პირდაპირ არის ჩვენს დედა ეკლესიასთან, ჩვენს ქრისტიანულ რწმენასთან, წინაყარი წმინდა გაბრიელის სახელთან, წმინდა მიქაელის სახელთან, მთავარანგელოზების სახელთან და აი როგორი ხალხი ცხოვრობენ აქ, როგორი სულისკვეთების ხალხი ცხოვრობენ, ისტორიულად როგორები იყვნენ, ეს სახელები ხო შემთხვევით არ გაჩნდა რო წამდად ღმერთი რომ ადიდებდნენ უფალს ისე როგორც ქართველისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ გაჩნდა სახელდება შემდეგ აი ამ სოფლისა და ინებოს ღმერთმა რომ ეხაც ისტორიული სახელი დაბრუნდეს და ეს ერთგვარი გაცოცხლება იქნება იმ წარსულისა და იმ სულისკვეთებისა, რომელიც დამახასიათებელია ზოგადად გურულებისთვის, ჩემო ბატონო და მათ შორის ქადეიშვილების კარგი ქრისტიანული გვარისა, რომელი გვარიცა ესე ნაბიჯ და მიზან მიმართული
ნათულად ცდილობს, რომ პატივს მიაგებდეს უფალს და ცხოვრობდეს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ცხოვრობდეს თავისი გვარისთვის და თავისი სამშობლო ქვეყნისთვის, რომელიც სამშობლო ქვეყანაც ყველაზე უფრო უკეთ გამოიხატება იმ რწმენაში და იმ უფლის მიმართ დამოკიდებულებაში, რაც დამახასიათებელი და ტრადიციულია ჩვენი ქართველობისთვის. მაყურებელი ხედავს ეკრანზე ხატს, ქადეიშვილების მფარველ ხატს, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ხატია. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო იკონოგრაფიული ნამუშევარია. წმინდა გიორგი ზოგადად ძალიან პოპულარული წმინდანია და შესაბამისად ამისა უამრავი ხატი არსებობს წმინდა გიორგისა და ქადეიშვილების საგვარეულო ხატს თუ შეიძლება ასე ითქვას, ანალოგი სარკის ცნობილი წმინდა გიორგის ხატი აქვს და ეს მორწმუნე არის ქრისტე და მხოლოდ გიორგი ხატწერაში. დიახ, და აი აქაც ხაზგასმით მახსენებს ახლა ბატონი გიორგი იმას, რომ ტახტერევანზე ზის წმინდა გიორგი, როგორც უფლებამოსილი უფლის მიერ დადგინებული წმინდანი და ესეც გამოხატულება არის წმინდა გიორგის იმ დიდი ღვაწლისა და იმ დიდი სულიერი მეობისა და რომელიც მას გააჩნია როგორც სულიერი მეოხობა და სულიერი მეოხობის მქონე სიმწიფე ხელისამისისა და ხელმწიფება ტახტზე ჯდომისა და დიახაც იშვიათად გამოისახება ჯდომარე დამჯდარ მდგომარეობაში ტახტერევანზე დამჯდარ მდგომარეობაში წმინდა გიორგი და ერთ-ერთი სარკის წმინდა გიორგია, რომლის ესეთი ლამაზი პირი შეიქმნა ქადეიშვილების გვარის სახით. ერთი კიდევ ერთთან დაკავშირებით სიმბოლიკაზე იქნება ეკრანზე ჩანს ახლა ეს სიმბოლიკა და კარგია თუ განმარტავთ ამ სიმბოლიკას. ფონი სინათლის და სიწმინდის ნათელი წარსულის აწყოსა და მომავლის იმედის სიმბოლოა. ლურჯი კონტური სიცოცხლის და ქრისტეს მიმდევრების ფერია. წითელი სამსხვერპლოდ ყოფნისა ერისა და რჯულის დაცვით. ოქროსფერი სიძულფასის და დიდებულების ფერია. წრე მარადიულობა და უსასრულობაა. ჯვარი ჯვარცული ქრისტეს სიმბოლოა. წმინდა გიორგი მფარველი და მეოხე საქართველოს და ეკლესია უფლის სახლი. ბარძემი ცოდვისგან გასაწმენდი ქრისტეს სისხლია. აი მამაჩემს და წინაპრებს აქვს ესეთი რომ ჩვენ როცა ეკადიიდან წამოვედით წარმოიდგინეთ ტაძარი იმდენჯერ იყო დანგრეული რომ იმ თას მაინც ეკადიას ეძახოდნენ. ერთ-ერთი ბარძემი ბაბუაჩემის მამას ჰქონდა პატარა ნატეხი იმ ბარძიმისა და ცხონებული მამაჩემის ერთ-ერთი სურვილი იყო რომ ეს ბარძიმი როგორმე დატანილიყო ამ ჰერალდიკაზე. ღვთის კუთხევით და ღვთის მადლით ჩვენ რაც შეგვიძლია და რასაც ვაკეთებთ წირი არა პატარა ერიშვილები ვართ, მაგრამ ძალიან დიდი გამოჩენილი ხალხი ყავდა. რაც კი პროცენტულად შეედარება. მაგალითად, საუკუნის დასაწყისში იყვნენ ასეთი ჩემი წინაპრები, გიორგი, რომელიც 99-დან 5 წლამდე იყო მამასახლისი. 1999 წლიდან 1905 წლამდე. მithumetes სამხელა თანამდებობისა იყო მარტო სტიხაროსანი ეკლესიაში. მაგრამ მისი ძმები სოლომონი, ყარამანი, ლევარსი, სიო იყვნენ სოციალ-დემოკრატები. გურულები და პარტიული მოღვაწეობა ასევე იყვნენ გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ხარდამჭერელი და შექმნელები და როგორც ყველას დაერიდნენ მეფის რუსეთი და დათა ქადეიშვილმა თავარი ეზარხოსი, თავარი ჩამხშობი ვინც კი იყო, მაშინ თუ არ ვსწრები ისტორიულად რაღაცა გვარიც არც აქ მნიშვნელობა კაცი ჭამია სოხუმში ტერორისტულად მოკლა თავის ადიუტანტთან ერთად. 5 წელს იქნა დახვრეტილი. ყველა ძმა გადასახლებული, შემდეგ დახვრეტილი. შემდეგი თაობა რაც კი მე მახსოვს იყვნენ ფირალები, თარალები და აქვსენდი ქადეიშვილები. ასევე 24 წლის აჯანყების მონაწილეები, ლავრენტი ქადეიშვილი, რომელიც 35 წელს გადასახლებაში და
შემდეგ დახვრიტეს. თარალი და აქსენტი 34-ში, 35 წლებში გადასახლებით სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. შემდეგ ბევრია ახლა ეს სამამულო ომის მონაწილეები ყავდა ძალიან ბევრი გვარში. მაგალითად, მამაჩემი გიორგი თეიმურაზ შალვაძე ქადეიშვილი იყო სამამულო ომის ვეტერანი, ბერლინის შტურმავიკი, პირველი კლასის იურისტი, საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს მრჩეველი, აფხაზეთის პროკურორი, ქალაქის პროკურორი, პუბლიცისტი. ჩემი ძმა გარდაცვლილი აფხაზეთის ომში აცხონოს მისი სული 23 წლის მერე დაგუძალეთ აფხაზეთიდან, არის დიდების პანთეონში დაკრძალული მხედრული მამაცობისთვის, პავლე ირაკლი ქადეიშვილი. მის ქუჩას ატარებს ოზურგეთში ერთ-ერთი პატარა მონაკვეთი. შემდეგ რაც გარდაცვლილი ეროვნული მოძრაობის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი იყო დავით კონსტანტინეძე ქადეიშვილი, პრეფექტი. ძმათა კვლის დროს და ძმათა სისხლის დროს დაჭრილი, ავიცი, შემდეგ ბევრჯერ ურნალობა ძლივს გადავარჩინეთ რა, მაშინ. არც დაუხევია, არც ომი, არც არაფერი არ დაუტოვებია, რაც სულ ახლა გადაიცვალა აცხონოს მისი სული ღმერთმა. ამინ, იცოცხლე ჩემო ბატონო გაიხარეთ. ძალიან ბევრი გააკეთა ეკლესიისთვის ბატონმა და თან სოლომონ მეფის გადმოსვენების დროს საპატიო ყარაულში იყო თურქეთიდან სანამ დაგძალავდნენ. იყო ასევე სოციალისტური შრომის გმირები მარიამ და გუგული ქადეიშვილები. გუგული ქადეიშვილი მაშინდელი პარლამენტის წევრი იყო 4 წელი. მაშინ ყავს ბევრი მაშინდელი ლენინის ორდენოსანი შრომის დამსახურებული მეკოლმეურნეები. უბრალოდ ჩვენ არ გავსაზღვრეთ ვიღაცა კომუნისტი იყო, ვიღაცა ის იყო, ის რეჟიმი იყო, მაგრამ შრომა, ხალხი, დაფასება, ჯილდო მაინც ხალხისგან არის და ღვთისგან არის, რო? ართოზანი ბატონო გიორგი. აი გუგული ქადეიშვილის შესახებ ენციკლოპედიაში შესულია საგანგებო სტატია, რომ ის იყო მეჩაიე. ჩაის კრეფით დაწინაურდა და გამოჩნდა და გამოვლიდა იმისი ღვაწლი, იმისი თავდადება, შრომის უნარიანობა და ისეთი განსაკუთრებული იყო, რომ მას აი გამორჩეული იქნა და შრომის გმირის წოდება მიენიჭა. ის არ ყოფილა პოლიტიკოსი თუ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და რაღაცა ის საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსი არ ყოფილა და პოლიტიკური წრეების იყო შრომელი და ამ შემთხვევაში ბატონმა გიორგიმ ძალიან კარგად გაუსვა ხაზი, რომ შრომა უნდა ფასდებოდეს და შრომას უნდა კონდეს თავისი მნიშვნელობა, თავისი ღირებულობა, თავისი დამოკიდებულება და არ შეიძლება შრომის გაბიაბრუება, არ შეიძლება საცინატაგდება იმ შრომითი თავდადებისა, რომელიც ქარვატონმა გამოავლინა და რომელიც შეფასებული იყო ესე შრომის გმირის წოდებით და ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც იმ საბჭოთა კავშირის პერიოდი, რომელსაც გვახსოვს საბჭოთა კავშირის პერიოდი და უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ დიახაც შრომა ყველგან და ყველა დროს უნდა იყოს პატივისცემული თუ არ არის და ამ შემთხვევაშიც ქალბატონთან მიმართებაში ეს სრული პატივისცემა მის შრომით თავდადებას. ბატონ ზურაბს მინდა გაამახვილოს ყურადღება სპორტულ წარმატებებზე, რომ ჩვენ რამდენადაც ვიცით, ქადეიშვილებს რამოდენიმე ისეთ სასახელო სპორტსმენი ყავთ. დიახ. პირადადაც თქვენ სპორტულ საქმიანობას ეწევით. დიახ. თავიდან 2000 წლიდან დავიწყე ვარჯიში ტაიკვანდოზე, კარატე. დიახ. 9 წელი ვიყავი სპორტში, შემდეგ მივახცე რამოდენიმეჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შემდეგ უკვე შავი ქამარი მომანიჭეს და ჩემი პატარა კლუბი მქონდა. შემდეგ რომ წავედი საზღვარგარეთ, იქაც გავაგრძელე სპორტის საქმიანობა, ასე თქვენ როგორც აღნიშნეთ, იქაც შრომა იყო საზღვარგარეთ საჭირო. დიახ. თან შრომობდი, თან ჩვენ საქართველოს დროშას ვაფრიალებდი,
გავაცანი პოლონეთში ვიყავი კერძოდ, გერმანიაში მარათონებში ვიღებდი მონაწილეობას. ასევე ჩვენ ლაშა კადეიშვილი საქართველოს ჩემპიონი. ისიც კარატის ჭიდაობაში. ასევე ტრენერი აქვს თითნელი ასევე ბევრი ახალგაზრდა თაობა გაზარდა. ყავდა ფალავნები იოსებ და ჯუმბერ ქადეიშვილები თავისუფალი ჭიდაობის 20-50 წლების. ყავს დღესდღეობით მოქმედი საეკლესიო პირია სქიმ მონაზონი ეკატერინე ქადეიშვილი რუისი წმინდა კვირია კედევილთა სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობას დიდხანს იცეცხლიდა ჯანმრთელობა ხანდაზმული ქალბატონი 90 წელს მიღწეული და ჯანმრთელი აი ჯანმრთელი რასაც ქვია ყავს თონიკე ქადეიშვილი ფიზიკა-მათემატიკის აკადემიკოსი ყავს ალექსი ქადეიშვილი ბიომეტრიული სისტემის ვორდკორდის დირექტორი რუსეთში მოღვაწეობს ყავს ხათუნა ქადეიშვილი პროფესორი ექიმი-ინფექციონისტი რომელიც შესულია ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ-ინფექციონისტებში ყავს ასევე ჩემი შვილი გიგა გიორგი ქადეიშვილი საქართველოს ჩეხეთის სათვისტომოს წევრი გამოფლითი მათემატიკის პროგრამისტი და დოცენტის წოდება აქვს გრიგოლ მუგზარიძე ქადეიშვილი ოდითგანვე რაც კი ეროვნული მოძრაობა და ჩამოყალიბდა საქართველოს კონსერვატორული მონარქისტული პარტიის საორგანიზაციო მდივანი საუკეთესო ტექნოლოგია მეღვინეა ყავს ნათია ვახტანგისასული ქადეიშვილი თერაპევტი პალეონტოლოგი ლექტორი რეზიდენტურის ხელმძღვანელი მონო ქადეიშვილი ერთ-ერთი ლინგვისტი რომელიც ფრანგულ და ქართულ ლექსიკონს დაუდო საბრძოლო და დღესდღეობითაც 50-იანი წლებიდან დღესდღეობითაც მისი ლექსიკონით ხელმძღვანელობენ ძალიან კარგი მნიშვნელოვანი ბევრი ლექტორი, ბევრი მეცნიერი, ბევრი უბრალოდ ჩემის ჩამოთვლილი სახელმწიფოს და ყველასთვის ცნობილი ჩვენი ხიხალა განთაცული ამიან ქადეიშვილი რომლის სახელობის ვარსკვლავიც არის ოზურგეთში იყო ყველას მოგეხსენებათ მსახიობი, დრამატურგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და მე მინდა ერთი რაღაცა თქვა, არ ვიცი ეთერი თუ მოძებს ამ საშუალებას. უბრალოდ გვარიშვილობა რაღაც ციფრული გახდა რაღაც პირადული ნომერი მარტო და მიმართვის და ათვლის წერტილი გახდა და ან სადღეგრძელოების საბაბი მე იმ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც რუდუნებით, ქცევით, სნეობით, თავდავლობით ვიქცევით ყველა გვარიშვილს. მე გვარიშვილი ვარ, რომელიც ეკადი იგურიელი მედროშის შვილი ვარ. კიდევ ერთხელ მოგბარაკები პრეტენზია არ მაქვს გურიელობის, უბრალოდ ხალხო აუცილებლად უნდა მიაქციოთ გვარს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ჯიშს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ხუთი შვილის მამა მყავს. მამა ვარ. უფროსი 13 წლისა და უმცროსი 2 წლისა შვილიშვილების პატრონი ვარ, მაგრამ აუცილებლად ეს უნდა გადავცეთ თუ იმ დიდ კედელს რომელიც 1000 ჯერ დაინგრა და იმ კედლის ქვეშ არის ის ლოდები და კენჭები. ერთი კენჭი მაინც დავდოთ ისეული აშენებისთვის, რომ მე არ ამგონია რომ როდესაც საქართველოს გადაშენდება არ არსებულია. გაცალტოლებული ყოფილა, ნოლზე დასული ყოფილა და ტერიც მოსულა ახლით თოხიაურია და გაგვიქართლებია და ჩვენი ზნის ჩვეულება აღვქიოთ. მერტმა დამოწუს ყველა გვარი, ყველა შვილი და გავერთიანდეთ და ერთად ვიყოთ. გაგახაროთ უმერთმა იცოცხლეთ. აი ეს საუბარი ახლა რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ბატონი გიორგი არა მხოლოდ თავისი პირად განცხადებას აკეთებდა, შეიძლება ითქვას ეს განცხადება იყო თავისი ოჯახის სახელით და თავისი გვარის სახელით, თავისი უფლის მოყარე და ღვთივკურთხეული გვარის სახელით გაკეთებული განცხადება, რომელიც ატარებს სულისკვეთებას იმ ქართული ტრადიციული ოჯახისა, რომელი ოჯახშიც ტრიალებს აი ასეთი აზრი, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი კულტურის ფორმა და ასეთი
ესთეტიკური დამოკიდებულება, ვთქვათ, ესთეტიკური ღირებულებების გათავისება და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზიც არის და მე სრულად დავეთანხმები ბატონ გიორგის, ეს ყველაფერი ძალიან უკვდავიც არის, რამე თუ უფალს უყვარს თავისი მიერ დაწესებული გვარიც, ქვეყანაც, ხალხიც და თუ ეს ხალხი არ კარგავს უფლის გზას, თუ ეს ხალხი არ ეწინააღმდეგება უფლის ნებას, ეს ხალხი უფლისგან დაცულიც არის და ეს ხალხი უფლისგან ხელმომართულიც არის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ აი ამ ღვთივ კურთხეული გვარის შვილებს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნებოდა ერთ კონკრეტულ გვარს, რომელი გვარიც ძალიან ზუსტად გავს თავისი სამშობლო ქვეყნის ესეთი რთული ისტორიის მქონე და რთული ბედის მქონე წარსულს და აქ ბატონმა გიორგიმ ისაუბრა იმ რეპრესიებზე, იმ გადასახლებებზე, იმ დახვრეტებზე, რომელიც ქადაიშვილების გვარმა გადაიტანა და გადაიტანა ეს მთავმა საქართველოსაც და ქადაიშვილები ჩრდილში არ მდგარან ამ აუბედობის ჯამს და იდგნენ იქ, სადაც ქვეყანა სჭირდებოდა და სადაც ხალხს სჭირდებოდა. დასასრულის ბოლოს ბატონ გიორგის აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ქადაიშვილებს და ქადაიშვილს და ქადაიშვილების საგვარეულო ერთობას მიმართოს და აი ამ ცისფერი ეკრანიდან გაამხნევს ისინი და მოუწოდოს იმ ერთობისკენ, რომელი ერთობაც აუცილებელი და საჭიროა ყოველი გვარისთვის. გლოცავთ გიორგი ქადაიშვილი, მისი ოჯახი. ჩემი ხუთი შვილის თამადობით რო ეთქვიან. ღმერთმა გამრავლებული, გახარებული, გაჯანმრთელებული, გამტანთელებული ღმერთმა დალოცოს ყველა თქვენი ნაშიერი, ყველა თქვენი განშტოება, ყველა თქვენი გვარის მატარებელი, ქადია და ქადაიშვილები ერთი ფუძია და როგორც ფიცში გვაქვს დადებული ხატთან, ისე უნდა გავატაროთ. ყველაფერი, რაც კი გვაქვს, რაც კი რესურსი არის ადამიანის სულიერი, მოვიხედოთ გვარისკენ, მარტო ოჯახისკენ არა. ოჯახი ჭიშკარს აქეთ არის, ჭიშკრის იქით ვართ ჩვენ ყველა. ჩვენი გვარის და მთელი საქართველოს. ერთმანეთს შევხედოთ, ერთმანეთს მოვიფეროთ, გავიხაროთ და გამრავლოთ. მართლა დავოცოს ქადაიშვილების გვარი. ამინ, გაგახაროთ ღმერთმა. შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთი სოფელს, რომელიც თქვენი გადაცემა, თქვენი გვარის გადაცემა და იმ თქვენი სულიერი მეობის გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია გვართან და გვარის შვილობასთან. მადლობა ყურადღებისთვის.